4 ოქტომბერი ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის ეს გახდა თვითმმართველობის არჩევნების დღე, როდესაც ჩვენ ყველა ერთად მივალთ საარჩევნო ყუთებთან და დავაფიქსირებთ ჩვენს ხმებს ცვლილებისთვის, რომ შევცვალოთ ერთხელ და სამუდამოდ ჩვენს ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და ცვლილება დავიწყოთ თვითმმართველობის არჩევნებიდან. შესაბამისად, ნებისმიერი ანონსი რადიკალური ქმედებების, ნებისმიერი რევოლუციური სცენარის გააქტიურება და ამაზე საუბარი ეს არის უდიდესი მავნებლობა და ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა იმ პოლიტიკოსების მხრიდან, რომლებიც ქმნიან მოსახლეობაში მოლოდინს, რომ ამ დღეს რაიმე შეიცვლება რევოლუციური ან რაიმე რადიკალური სცენარით. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ოცნების პოზიციების გაძლიერება, რომელიც საბოლოოდ მხოლოდ და მხოლოდ ისევ და ისევ რუსეთის ოკუპანტი რუსეთის წისქვილზე ასხავს წყალს. ეს მხოლოდ და მხოლოდ მიუთითებს იმას, რომ ის პოლიტიკოსები, რომლებიც ამ მოლოდინებს ქმნიან, არიან უპასუხისმგებლოები, იმიტომ რომ ისედაც ძალადობა გამოვლილ ჩვენ ხალხს კიდევ და კიდევ ტყუილმოლოდინებს უქმნიან ამ ყველაფერთან დაკავშირებით. 4 ოქტომბერი ეს არის შანსი, რომ შვიდობიანად დავიწყოთ ჩვენ ცვლილება არჩევნებზე მისვლით და რა თქმა უნდა, იმ არჩევანის დაფიქსირებით, რომელიც იქნება სასიკეთო ჩვენი ხალხისთვის და ერთხელ და სამუდამოდ ქართული ოცნება მიხვდება, რომ ქართულ ხალხს გააზრებული აქვს ის ყველაფერი, რასაც ის აკეთებს და რასაც ის ჩადის ჩვენს ქვეყანაში. შესაბამისად, 4 ოქტომბერს ძალიან მნიშვნელოვანია მივიდეთ არჩევნებზე და დავაფიქსიროთ ჩვენი ხმა ოცნების წინააღმდეგ, იმიტომ რომ ოცნება აღარ არის ქართული, ოცნება აღარ არის ევროპული და ეს არის ყველაზე დიდი ანტიდასავლური ძალა, რომელიც გვევლინება ჩვენ წინაღობად დღესდღეობით ჩვენი ქვეყნის განვითარების გზაზე. მე ვერ წარმომიდგენია იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ დღემდე არ მოგვისმენია ბოიკოტის მომხრე ოპოზიციური პარტიებისგან გეგმა, როგორ აპირებენ ისინი ოცნების რეჟიმის დამარცხებას, როგორ აპირებენ ისინი ზოგადად ბრძოლაში შესვლას, იმიტომ რომ ვხედავთ, რომ დღესდღეობით საკუთარი ქმედებებით და გადადგმული ნაბიჯებით მხოლოდ და მხოლოდ ძლიერდება ოცნების რეჟიმი, რომელიც შემდეგ ისევ და ისევ ძალადობს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე. ანუ ამ ადამიანებმა უნდა იგრძნონ პასუხისმგებლობა. ეს ადამიანები არ უნდა ექცეოდნენ საკუთარ ამომრჩევლებს და საკუთარ მხარდამჭერებს ისე, როგორც ნივთებს და მათ საკუთრებას. იმიტომ რომ ეს ცოცხალი ადამიანები არის და ნებისმიერი ბოიკოტის მომხრე პარტიის გადადგმული ნაბიჯი ისახება ჩვენს მოქალაქეებზე და უფრო ამძიმებს მათ მდგომარეობას. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრაგმატულად მივუდგეთ ამ საკითხს. დღეს ჩვენ გვყავს ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც ჩვენ გვებრძვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ თანმიმდევრულები და მყარები უნდა ვიყოთ ჩვენს პოზიციებში და არ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ნათქვამებით და ჩვენი გადადგმული ნაბიჯებით რეჟიმი. შესაბამისად, ჩვენ შევდივართ ამ ბრძოლაში, მშვიდობიანი ფორმით ვიწყებთ ცვლილებებს 4 ოქტომბერს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ შევქმნათ ჩვენს უკვე აი ძალადობა გამოვლილ ადამიანებში კიდევ და კიდევ ტყუილი მოლოდინი და არ დავთესოთ კიდევ მეტი ნიჰილიზმი იქიდან გამომდინარე, რომ ოცნება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეინარჩუნოს საკუთარი ძალაუფლება და სრულიად არ აინტერესებს მას ხალხის პრობლემები და ის რა მდგომარეობაში ჩაყარა ჩვენი მოსახლეობა და ჩვენი ქვეყანა რა მდგომარეობაშია დღესდღეობით. რა ხდება? 4 ოქტომბერთან დაკავშირებით დავაზუსტებ დარგების თუ არა ბოიკოტში ოპოზიციასთან ერთად აქციას. 4 ოქტომბერს ჩვენ მონაწილეობთ არჩევნებში, შესაბამისად, ჩვენ არ ვიდგებით და არ ვიქნებით დაანონსებულ აქციაში, იქიდან გამომდინარე, რომ ნებისმიერი რადიკალური სცენარის გაძლიერება და განვითარება და ეს ანონსი კიდევ და კიდევ აძლიერებს ოცნების რეჟიმს, შესაბამისად, ჩვენთვის არის მიუღებელი და არის დაუშვებელი
აი ამ რევოლუციური სცენარების განვითარება ჩვენს ქვეყანაში და ესეთი სახის რიტორიკა. ეს არის უბრალოდ იმ პარტიების მხრიდან, ვინც ამ ყველაფერზე საუბრობს, უდიდესი უპასუხისმგებლობა საკუთარი ამორჩევების წინაშე, როდესაც ისინი ქმნიან ტყუილმოლოდინებს და ისინი უბიძგებენ კიდევ და კიდევ ოცნების რეჟიმის გაძლიერებას საკუთარი ქმედებებით. ლუქსემბურგში მაკაბოჭეშვილი და მაგნიტის სამართალ დაკავშირებით არის კითხვა, საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ლოჩის დონეზე მოწვევა არ არის მათთვის მიზანი. ერთი მხრივ როგორ შეაფასებთ იმ ფაქტს, რომ ლუქსემბურგში არის განვითარებული ბოჭეშვილი და რატომ არ გააცანა ეჩი ქართულმა ოცნებამ ხომ არ ეშინია ამ მართლ პარტიას მოიგი კრიტიკული გზავნილების მოსმენა. დღევანდელ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას აქვს შეზღუდული ლეგიტიმაცია. და ეს დასტურდება სწორედ აი ესეთი ქმედებებით. ასევე ეს შეზღუდული ლეგიტიმაცია არ შეიცვლება იქამდე, სანამ ოცნება არ შეცვლის საკუთარ გადაწყვეტილებებს და იმ ნაბიჯებს, რომლებსაც ყოველდღიურად დგამს. შესაბამისად, ინფანტილიზმია უბრალოდ ოცნების მხრიდან, როდესაც ისინი საკუთარ ეგოებს იკმაყოფილებენ აი ესეთი სახის წერილებით და წერილებით და შესაბამისად ეს მხოლოდ და მხოლოდ ძალიან აზიანებს ჩვენს ქვეყანას. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რას უკეთებს დღეს ოცნება ჩვენს ქვეყანას და შეინარჩუნოს საკუთარი ძალაუფლება, არის იზოლირება მოახდინოს ჩვენი ქვეყნის და დაგვტოვოს პირისპირ ოკუპანტ რუსეთთან მარტო. დღეს ევროპის საბჭოს აქტივობები და რეგიონული კონგრესის დელეგაცია ჩამოდის. ვიზიტის ფარგლებში აღნიშნული დელეგაცია მოითხოვს კონკრეტულ ფაქტებს, რომლებიც დაკავშირებულია 20 ოქტომბრის უთანხმოების არჩევნებთან. თქვენ რა მოლოდინები გაქვთ და შეხვდებით თუ არა ამ დელეგაციას? ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ეს არის სადამკვირვებლო მისია, ეს არის მხოლოდ ჯგუფი, მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც კონკრეტულ ფაქტებს აღწერს და 2 დღით არის ჩამოსული. რა თქმა უნდა, ჩვენი პარტიის წარმომადგენლები ამ ჯგუფს შეხვდებიან და მიაწვდიან მაქსიმალურ ინფორმაციას იმ სისტემურ დარღვევებთან და იმ სისტემური სახის გამოწვევებთან დაკავშირებით, რომელიც დღესდღეობით წინასაარჩევნოდ ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს ქალაქში არის. შესაბამისად, ეს ჯგუფი მოიკვლევს ამ ყველაფერს და შემდეგ დაველოდებით მათ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ამ მიმართულებით. და ბოლო კითხვა თუ შეიძლება, მიხეილ ყავლაშვილი ხვალ გაეროში სიტყვით უნდა გამოვიდეს. არა მოლოდინები გაქვთ და გააჟღერებს თუ არა ის ტრადიციულად ანტიდასავლურ რიტორიკას გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან? მე ჯერჯერობით მქონდა მოლოდინი იმისა, რომ ის ჩამოიტანდა ოჯახური ალბომისთვის საინტერესო ფოტოებს. თუმცა ვხედავთ, რომ 2 დღეა უკვე იმყოფება იქ და არც ფოტო არ ჩამოსულა ჩვენამდე. შესაბამისად, ნამდვილად არ მაქვს არანაირი განსაკუთრებული მოლოდინი მის სიტყვასთან დაკავშირებით. ალბათ ჩვეულებრივად ჩატარდება ეს ღონისძიებაც. დიდი მადლობა. კადრებით უწევდება დელეგაციის დაკავშირებით თქვი შეხვდებით თუ არა? კი, შევხვდებით. კი, იქნებიან ჩვენი წარმომადგენლები შევხვდებიან. არა, ეგრე არ ვიცი. ეგრე არ ვიცი. დიდი მადლობა. კადრებით. დიახ. აი და დიქი. კადრებზე რამე სალაპარაკე? საინტერესო. აბა. აი, კადრებზე